აი თითოეული ჩვენი თითი არის გარკვეული ენერგეტიკული ცენტრი, მეგობრებო, შეგვიძლია ესე წარმოიდგინოთ და როდესაც ჩვენ ბეჭედს ვიკეთებთ, ამა თუ იმ თითზე ხდება აქტივაცია ამა თუ იმ ენერგეტიკული არხის ჩვენ ცხოვრებაში საერთოდ. თუ ვიკეთებთ აი ამ თითზე, ხო? ეს არის უკვე რა? ეს არის პლანეტა მარსი. პლანეტა მარსი მართავს ამ თითს. პლანეტა მარსი რასთან არის კავშირში, მეგობრებო? მარსი არის რა? ბრძოლა, დაპყრობა, კონფლიქტი, გამარჯვება. აი რაღაცას რო დაიპყრობ, მიითვისებ, აი მოიგებ. ანუ ეს არის აგრესიული ენერგია. და სხვა შორის მე მინახავს ადამიანები უყვართ ხოლმე, აი მაინც ამ თითზე, აი აქვთ ამოჩენება, რომ უნდა გქონდეს თუნდაც რაღაცა პატარა ბეჭედი. და ეს ადამიანი, აი ვისაც უყვარს აი ამ თითზე ბეჭედი, იქ რა ძალიან მიზანდასახული, შეიძლება აგრესიულიც იყოს, ძალიან მომთხოვნი. ანუ ეს მარსის ენერგიები იქნება ამაში მუდმივად გააქტიურებული და ამიტომ თუ თქვენ მიდიხართ რაღაცა ისეთ სიტუაციაში, რომ გჭირდებათ გაიმარჯვოთ და დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე, აი ამ თითზე გაიკეთეთ, მეგობრებო, ბეჭედი, აუცილებლად. იმიტომ რომ ეს არის მარსი, ეს არის მიწოლა, გამარჯვება, ეს არის დაპყრობა. დავიმახსოვრეთ. ეს თითი. ეს არის რა? ეს არის იუპიტერი. იუპიტერი არის რა? ჩვენი მასწავლებელი, გზის მიმთითებელი. აი რა საინტერესოა, ეს ცოდნა მოდის სხვა შორის ვედებიდან, მეგობრებო, ეს უძველესი ცოდნაა და აი ჩვენთანაც არის აი ჩვენს კულტურაში, რომ აი თითს რომ უშვერ ხო ადამიანს ჭკუას რო ასწავლი, ან აი რო ეუბნები, რომ აქეთ წადი, იქ არ წახვიდე. ეს არის იუპიტერის ენერგია. იუპიტერი არის მასწავლებელი, ლექტორი, კოუჩი. იუპიტერი ჭკუის დამრიგებელია. ამიტომ თქვენ თუ გინდათ რომ თქვენი სიტყვა გაიგოს ყველა, აი ასეც. როგორ უყვართ ხოლმე დიქტატორებს, აი ასე რომ დგანან ხოლმე ასე თითით. ეს არის იუპიტერის თითი და ამიტომ იუპიტერს მოაქვს რა? გაფართოება, იუპიტერს მოაქვს ძალაუფლება, მასშტაბური, ხო? ამიტომ თუ გინდათ რომ თქვენი სიტყვა გაითვალისწინონ და თქვენ იყოთ ავტორიტეტი, ამ თითზე ბეჭედი. დიქტატორული, მოკლედ ესეთი ბეჭედი ამ თითზე აუცილებლად.